11 არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარებისა და მისი ადვოკატირების მიზნით კოალიციაში გაერთიანდა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ამ ეტაპისთვის კოალიციის მთავარი ამოცანა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით კომპანია BCG-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებაა. ამ თემაზე ვრცელი რეპორტაჟი მრავალკუთხედმა გასულ გადაცემაში შემოგთავაზათ. Თავარი პრობლემა რაც არის ის რომ პათოსი ამ კვლევის, რომელიც ამბობს რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს გასართობი გადაცემები და საინფორმაციო გადაცემებზე და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებზე მოთხოვნა არის მხოლოდ მერვე ადგილზე. ეს გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის შეიძლება მოულოდნელი შედეგია და ინტუიტურად ხვდებით, რომ ის შეიძლება არ იყოს. თავარი ის არის, რომ ეს ამ კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ რამდენიმე საერთაშორისო კვლევას. მედიას ურთიერთობაში ძალიან ბევრი პრობლემა არის დაგროვილი და აუცილებელია როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით ძალიან ბევრი აქტიური და ქმედითი ნაბიჯის გადადგმა. პირველ რიგში ის, რომ კოალიციამ გააცნობიერა, რომ ერთობლივი საქმიანობის პოზიტიური შედეგი არის ის, რომ პარლამენტმა მეტნაკლებად ნორმალური კანონი მიიღო მედია მფლობელების გამჭირვალობასთან დაკავშირებით, თუმცა არ იმსჯელა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ამიტომაც ზუსტად ეს ერთობლივი საქმიანობა ისახავს მიზნად იმას, რომ მომავალში პარლამენტმა სხვა საკითხებზეც მიიღოს მსგავსი პოზიტიური გადაწყვეტილებები. არა ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის არის საჭირო დღეს ამდო ინფორმაცია და ძლიერი მედია საშუალებები, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის და მათ უნდა იბრძოლონ ამისთვის ჩვენთან ერთად. ეს არის ჩვენი მიზანი.